რატო არა გაზპრომს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რაც ყველასთვის ნათელია, ეს არის მტერი ოკუპანტთან ახალი დამოკიდებულების გაძლიერება, ეს არის საქმიანად ბიზნესის თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილება და ჩემთვის, როგორც მოქალაქესთვის, ეს არის საზოგადოებრივი საფრთხე, ეს არის ერთი უტიფარი თავხედი ტიპის თავისი დაუმსახურებელი ამბიციის, პირადი ინტერესების გაძლიერების მცდელობა, თავისი პატრონისგან დამოუკიდებლად ძლიერი ბესპრედელის მოწყობა ქვეყანაში. და ამ ორი დიდი ფაქტორის, ოკუპანტის და ბიზნეს ინტერესების გარდა, ჩემი აზრით, საზოგადოების განვითარებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის ესეთი ტიპების გაძლიერება არის ძალიან დიდი საფრთხე ასევე. რეზუმე რო გავაკეთოთ, არასწორი ტიპის, არასახელმწიფოებრივი და არასაქმიანი გადაწყვეტილებისკენ მივდივართ. ჩემთვის ეს არის დიდი პრობლემა.